ეს ხასიათი და ეს ინტროვერტობა საიდან მოყვება ბავშვობიდანვე ესეა? ჩემი მშობლები და ნათესავები მეხუმრებიან ხოლმე, რომ ანუ ძალიან ბევრს კითხულობდი ბავშვობიდან, აი ძალიან ღრმა ბავშვობიდან, არ ვიცი, მამაჩემმა დამაწყებინა კითხვა და ხო, შეიძლება არ გავსულიყავი. ყოველთვის მარტო თამაშობდი ხოლმე, ძირითადად, თქვათ, ჩემი დისგან განსხვავებით შეეძლო, რომ ყველასთან კომუნიკაცია ქონოდა და მე არ ვიყავი ეგრე. ანუ სულ ჩემით მინდოდა, რომ რაღაც ის ციგნისეულ სამყაროებში ვცხოვრობდი ხოლმე და ეგ მან ხალისებდა კიდეც და დამოუკიდებლობაც მაქედან წამოვიდა, იმიტომ რომ ძალიან გაფართოვდა ჩემი სამყარო ციგნების გამო, იქაური რაღაც სიუჟეტების გამო და ვიცოდი რაღაც კონკრეტული პრობლემები იქნებოდა თუ რაღაცები, როგორ გადამეჭრა შესაბამისად. ანუ ჩემთვის ჩემი სამყარო უფრო საინტერესო იყო, ვიდრე გარე სამყარო მაგ მომენტში და ესე ვიყავი ხოლმე რა. რომელ მშობელს გავხარ აი შენი ხასიათით? ალბათ მამაჩემს უფრო. ძალიან გავარ მამაჩემს. სკოლასთან რა ურთიერთობა გქონდა? მოგწონდა თუ არა სკოლა? სკოლა? თუ არ გინდა ლაპარაკი? სკოლა არც ზოგადად ისეთი დამოკიდებულება მაქვს ეგეთი რაღაცების მიმართ, რომ აი მომწონდა არ მომწონდაც არ იყო რა. უკეთესი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ანუ მაშინ ესე დავსვათ კითხვა. კომფორტულად გრძნობდი თავს სკოლაში თუ არა? არა. რის გამო? რავი, ძალიან ბევრი რაღაც იყო. ბულინგიდან დაწყებული, ну, რაღაცა ისეთი სწავლის ხარისხით დამთავრებული ყველაფერი იყო და ეგ ძალიან ის არის. თან ჩემ დროს, ეხლა მე ასაკით მაინც ისე მილენიალი ვარ და ცოტა ისეთი იყო.